რას ნიშნავს იყო შეშლილი. აი ამ დაწესებულებაში მუშაობდა ექთნათ. სამი რაღაც შემოაქვს მაკმერფის აი ამ სისტემაში. ხო იცი დუგლას უნდა თამაში. ვერანაირად თავიდან ვერ ვიგდებ ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟს. თითქოს საერთოდ არ იყო მისი არც ხმა, არც საუბარი, არც არსებობა. წიგნმა მოახდინა ერთგვარი რევოლუცია ამერიკულ ფსიქიატრიაში. აი ეს გზა უნდა გაიაროს ყველა ეგრეთ წოდებულმა გიჟმა. მწვავეებს ემუქრებიან იმით, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ ქრონიკულები. ჩემშობლებს შენიშვნა მისცეს რაღაც პეპლებიანი კოლგოდინეც ვარ. აქ ჩემზე ცენტრი ვინ არის? ისე მალე ეჩვევა ადამიანი რაღაც სრულიად გიჟურ კანონს თუ მოვლენას. გამოსწორება ყოველთვის არ არის პოზიტიური შინაარსის მატარებელი სიტყვა. ჩვენი გმირიც რენდლ მაკმერფი. ბუკოვსკის გამოცდილება ძალიან გავს მაკმერფის გამოცდილებას. ნებისმიერი ადამიანის გაგიჟება შეიძლება იმედის მომცემი დასასრული გავუკეთოთ მაშინ. საკულტო გმირი გახდა მერე. არავის რო არ დაავიწყდება ისეთი. ალბათ სანამ კაცობრიობა იარსებებს, სულ აქტუალური დარჩება კენკიზის გუგულის ბუდეს ვიღაცამ გადაუფრინა. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებთ. მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ასევე დაგვიწეროთ კომენტარები თქვენი მოსაზრებები წიგნის თაობაზე, რა წიგნს ისურვებდით, რადგან სწორედ კომენტარების წერა იძლევა საშუალებას აუდიტორიას უფრო ფართოდ მისვდეს ჩვენი პოდკასტი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს სპონსორებს მთის წყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს სწორედ წყალი და ცოდნა ის რაც ადამიანს ყველაზე მეტად ჭირდება. რაც შეეხება წიგნს, დღეს გვექნება ერთ-ერთი ცნობილი ტექსტი, რომელზეც გადაღებულია უფრო ცნობილი ფილმი, კენკიზის გუგულის ბუდეს ვიღაცამ გადაუფრინა და ამაზე ვისაუბრებთ სოვლაბის დირექტორ ბადრი ოკუჯავასთან. მოგესალმები ბადრი და სანამ წიგნზე საუბარს დავიწყებთ, მინდა მიძღვნა გავაკეთო, რომ ეს გადაცემა ეძღვნება მეცნიერ ცოტნე ჯავახიშვილის ხსოვნას, რადგან როცა ჩვენ პოდკასტი დავიწყეთ, მომწერა წერილი და მთხოვა, რომ თუ წიგნებზე ვილაპარაკებთ და საყვარელ ტექსტებზე არ გამოგრჩეს კენკიზის ეს ძალიან ცნობილი და სამწუხარო დღემდე ძალიან აქტუალური ტექსტი. და მოდი ჯერ დავიწყოთ იმით საერთოდ რატომ აირჩიე შენ ეს ტექსტი. მე რატომ ავირჩიე თქვი, მაგრამ შენ რატომ აირჩიე ეს ტექსტი? პირველ რიგში დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან აქტიური მაყურებელი ვარ ამ პოდკასტის და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ სივრცეში უფრო მეტი მსგავსი ხარისხიანი კონტენტის არსებობა და დღეს მიხარია რომ თქვენთან ვარ და შემიძლია ამ წიგნზე და ფილმზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემთვის თანაბრად ღირებული არის როგორც წიგნი, რომანი, ისევე ფილმი. და რომელი უფრო მეტად მიყვარს, ჯერ კიდევ ესეთი რაღაცა ცალსახა პასუხი არ მაქვს ამას. და განსხვავებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, ხო? რა თქმა უნდა. რაც შეეხება იმას, მე რატომ ავირჩიე ეს წიგნი და რატომ გთხოვეთ, რომ ამაზეც იქნებ ერთი გადაცემა, ერთი პოდკასტი გქონოდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან, მოდი ასე ვიტყვი, რაღაცა ეს აჯანყებულის როლში ყოფნა თუ აჯანყებულის ხასიათი რაღაცნაირად ჩემ პიროვნებასთან იყო კავშირში და ერთ-ერთი პირველი შეხება ალბათ საქართველოში ადამიანს სისტემასთან როცა აქვს არის სკოლა. სკოლის მიმართ მე ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა და მიყვარს, მაგრამ სისტემა რომელიც ცდილობს რომ შენ რაღაცა ფორმა მოგანიჭოს თუ ფორმა შეგიქმნას, ეს სისტემა არის სკოლა ალბათ, პირველი ოჯახი, სკოლა და შემდეგ უკვე სხვა ინსტიტუტებთან გიწევს შეჯახება. მაგრამ სკოლის ფორმებს არ მოსწრები ხარ. არა, სკოლის ფორმებს არ მოსწრები ვარ, მაგრამ კიდევ ერთი დამატებით დამამძიმებელი გარემოება მქონდა. ურთიერთობა დამრიგებელთან, მასწავლებელთან, დირექტორთან და შემდეგ უკვე ურთიერთობა სახელმწიფოსთან.
როგორიც არ უნდა იყოს ეს სახელმწიფო, რაც არ უნდა კარგი და დემოკრატიული იყოს, ყოველთვის არსებობს რაღაც გამრუდებული ძალაუფლების რაღაც ინსტიტუტები და ასეთ ინსტიტუტზე არის ეს წიგნიც, ხო? დემოკრატიულ გარემოშიც კი რაღაც მიკრო დიქტატურები შეიძლება არსებობდეს. და სულ აქტუალური იყო და ალბათ სანამ კაცობრიობა იარსებებს, სულ აქტუალური დარჩება ის საკითხები, რაც ამ წიგნშია წამოჭრილი. კი, მოდი გავიხსენოთ რა კონტექსტში დაიწერა და კენკიზის თვითონ როგორი გამოცდილება ჰქონდა აი ამ დაწესებულებაში მუშაობდა ექთნად და სწორედ მაშინ დაინახა, რომ აი სწორედ რაც აღნიშნე დემოკრატიულ სისტემაში, როგორ შეიძლება იყოს ჩაკეტილი სისტემა და თან ადამიანი, როგორც ვიცით, ყველაზე ნაკლებად უძლებს საბოლოო გამოცდას ძალაუფლებისას, როცა მას ხელში აქვს რაიმე ტიპის ძალაუფლება, არ აქვს მნიშვნელობა ის ქვეყნის დიქტატორია, საავადმყოფოს უფროსი ექთანი თუ უბნის ყველაზე გამოჩენილი ბიჭი. ხო, აი რაღაცნაირად ეს ძალაუფლება უდიდესი განსაცდელია ადამიანისთვის, აქაც ეს ჩანს და ასევე კენკიზი მიიღო მონაწილეობა ფსიქოდელიური პრეპარატების გამოცდა LSD, მესკალინი და ამბობენ, რომ ეს პირველი თავებიც დაიწერა მესკალინის ზემოქმედების ქვეშ და ის ასახავს სისტემას, რომელიც შეიძლება ამერიკულ ფსიქიატრიულზე, მაგრამ ძალიან არ უნდათ რუსეთშიც ამის გადათარგმნა, წაკითხვა, იმიტომ რომ კიდევ უფრო გავს ტოტალიტარული სახელმწიფო. დემოკრატიულ სახელმწიფოში რო ასეთი სისტემა წარმოიდგინეთ, ტოტალიტარულში როგორი იქნება და როგორი რეაქცია ექნებოდა თამაზე. თვითონ კენკიზი, როდესაც მე მილოშ ფორმანმა გადაწყვიტა ამ წიგნის ეკრანიზაცია, ძალიან უკმაყოფილო იყო და ახლა ვიტყვი რატომ. მილოშ ფორმანი ამერიკაში წასვლას განიხილავდა როგორც სოციალისტური ბანაკიდან უფრო დიდ თავისუფლებაში გადასვლას. წიგნში ტექსტი არის შედარებით უფრო დიდი კრიტიკა იმ ომის შემდგომი ტრაუმული ამერიკული საზოგადოების, იქ ეს ექთანი რეჩედი არ არის ერთი ადამიანის ძალაუფლება, მარტო ეს არის სისტემური რაღაც კომბაინი და აი ესე აღიქმება ტექსტში, რომ ზოგადად როგორია სისტემურ პრობლემებზეა და ფილმში ეს შედარებით უფრო დაპირისპირებულია, ინდივიდებს შორის დაპირისპირება არის და არ არის თან ეს ინდიელი სპირით მოთხრობილი ამბავი და ეს არის ძალიან კონცეპტუალური კენკიზისთვის, რომ სწორედ მან იპოვა, დიდი ხანი ეძებდა, თავიდან რომ დაიწყო წერა, მესამე პირში წერდა და ეს მესამე პირში წერა არ მოწონდა რა და ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ინდიელის point of view ყოფილიყო, რაც ფილმში არ მოხდა, მაგრამ მილოშ ფორმანის რო გავიგოთ. მილოშ ფორმანი იყო ჩეხი, რომელსაც წარმატებისთვის უნდა მიეღწია ამერიკაში და არსებობს ამერიკული კონიუნქტურაც, მარტო საბჭოთა კონიუნქტურა და დიქტატი კი არა, ამერიკაშიც ეხა ისე რომ გაეკეთებინა, რაც მაშინ ომის დამთავრების მერე არ აწყობდა, თქვათ, ამერიკულ საზოგადოებას, შეიძლება ხა არ დაეჭირათ და ფილმი არ აეკრძალათ, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევდა. ამიტომ მან გადაწყვიტა დათმობებზე წასვლა, კენკიზისგან განსხვავებით, რომელსაც არ უნდოდა ამ დათმობებზე წასვლა, ხო? და მივიღეთ ორი დამოუკიდებელი პროდუქტი, წიგნი და ფილმი. კი ბატონო და რომ ერთ რაღაცას დავამატებდი კონტექსტთან დაკავშირებით, როდესაც წიგნი გამოდის და რამდენიმე წელიწადში ფილმიც, წიგნმა მოახდინა ერთგვარი რევოლუცია, გადატრიალება ამერიკულ ფსიქიატრიაში და არა მარტო ფსიქიატრიაში, ზოგადად აი ამ თავშესაფრების თუ მომვლელი ინსტიტუტების, დაუშვათ ბავშვთა თავშესაფრები თუ მოხუცთა თავშესაფრები თუ მსგავსი დაწესებულებები, სადაც აღმოჩნდა, რომ აი ამ გარყვნა ძალაუფლების მიერ, ძალაუფლების მქონე ადამიანების გარყვნა ხდება და რა თქმა უნდა დემოკრატიულ საზოგადოებას შესაბამისი გამოხმაურება ჰქონდა და დაიხვეწა პირველ რიგში ფსიქიატრია და ის მეთოდები, რა მეთოდებიც არაჰუმანურად ითვლება დღეს, მალევე
კრიტიკულად განეწყო საზოგადოება ამ მეთოდების მიმართ და გაქრა აი რა მაგალითად შოკური თერაპია თუ ლობოტომია მსგავსი არაჰუმანური მეთოდები. აქვე ჩავამატოთ, რომ ლობოტომიის ავტორი გვარი დამავიწყა, მაგრამ ნობელის პრემია აქვს აღებული ლობოტომიის მოგონებაში და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ნობელის პრემია, რომელიც ადამიანს აუღია. წლევანდელს თუ არ ჩავთვლით. გითხრათ. რაც შეეხება, აი, როდესაც ამ ხელახლა წავიკითხე უკვე ამ პოდკასტისთვის ეს წიგნი და ფილმიც ვნახე, პარალელურად არ მინდოდა რომ მხოლოდ ამ წიგნზე მხოლოდ როგორც ლიტერატურაზე ასე ვერ ვისაუბრებთ ალბათ და დავიხმარე ასეთი ძალიან ცნობილი ნაშრომი ეს არის ფუკოს შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში. ეს არის რაღაცა ფუძემდებლური ტექსტი, სადაც ალბათ ყველაზე კარგად არის განხილული, რას ნიშნავს იყო შეშლილი, თუ იყოს საზოგადოებაში არსებობდეს შეშლილი და როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას შეშლილობის მიმართ. ერთ რაღაცას ვიტყვი, რაღაცა დისკლაიმერივით იქნება ალბათ ჩემი მხრიდან, მაგრამ მგონია რომ სიტყვების შეშლილი გიჟი მათ შორის მიუხედავად რაღაცა პოლიტკორექტულობა რომ უნდა შევინარჩუნოთ ალბათ აქედან ამას ვერ გავექცევით ამ პოდკასტში და ეს არ იქნება რაღაცა დისკრედიტაციისთვის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ისე ვამბობ ანუ გიჟი როდესაც ვსაუბრობთ სიგიჟეზე უნდა გამოვიყენოთ ეს სიტყვა ვერ გავექცევით ამ სიტყვის გამოყენებას მით უმეტეს ამ კონტექსტში როდესაც ჩვენთან ეგ შეიძლება რომ როგორც არის ისე უნდა ვთქვათ რაც შეეხება ფუკოს ფუკო შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდის ევროპაში საუბრობს იზოლირებულ ადამიანებზე და რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება ადამიანების იზოლაცია და ესეთი საინტერესო დაკვირვება აქვს მას მთელი რაღაცა საარქივო კვლევებიდან გამომდინარე ერთ-ერთი პირველი ნაშრომი არის ფუკოს ერთ-ერთი უქსალაში რომ მუშაობდა პირველი ნაშრომია ეს ნაშრომი სადაც ფუკო ამბობს რომ ჯვაროსნული ლაშქრობების დასრულების შემდეგ ევროპაში იზრდება კეთროვანი ადამიანების რაოდენობა და ჩნდება კეთროვანი ადამიანების საიზოლაციო სივრცეები ქალაქის განაპირას და კეთროვანება როგორც სოციალური მოვლენა თუ სოციალური ფენომენი ასეთი როლი ჩნდება ევროპაში კეთროვანის როლი რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების მილევასთან ერთად ქრება, იმიტომ რომ ისეთი გადამდები და ავადება არ არის, რომ მთელ პოპულაციას მოედოს და როცა კეთროვანის როლი ქრება, აუცილებელი ხდება, რომ რაიმე სხვით ჩანაცვლდეს აი ეს კეთროვანის როლი, ისევე როგორც ეს გამოთავისუფლებული თავშესაფრები და აი ასეთ ადგილს დარჩეს მაინც მერე ზეცართავად. კეთროვანი დარჩეს როგორც სოციალური კონსტრუქცია და ამ სოციალურ კონსტრუქციას შემდგომში იკავებენ შეშლილები, ანუ მენტალური თუ ფსიქიკური რაღაცა პრობლემების მქონე ადამიანები და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტანდარტებს თუ ვინ არის შეშლილი და ვინ არის ნორმალური, თვითონ საზოგადოება ქმნის და ეს არ არის რაღაცა ერთგვაროვანი სტანდარტი, რომელიც იგივე არის რაღაცა მე-16 საუკუნის ევროპაში და დღესაც იგივეა. მუდმივად ცვალებადია, მუდმივად სხვადასხვა კრიტერიუმები აქვთ ნორმალურობის და ნორმალურობიდან გადახრის და საზოგადოებას როგორც ფუკო ამბობს, სჭირდება აი ეს ნორმალურობის საზღვრები თუ ნორმალურობის ჩარჩოები იმისთვის, რომ საკუთარ ნორმალურობას გაუსვას ხაზი. ამისთვის ხდება რაღაცა შეშლილების გამორჩევა, კეთროვანების გამორჩევა, რომ ისინი სხვანაირები არიან და აქედან გამომდინარე მათ ფონზე დანარჩენი საზოგადოება ჩანს როგორც ნორმალური, ხო? და რაც უფრო ძლიერია ეს სისტემა, სახელმწიფო აპარატი, მით უფრო შევიწროვებულია ნორმა და გაზრდილია გადახრების, დევიაციების. შემდგომ უკვე განმანათლებლობასთან ერთად უფრო მეტად იზრდება აი ეს, ანუ სტრუქტურა ჩნდება, სისტემა ჩნდება, ცოდნა ჩნდება, როგორც ძალაუფლების წყარო და ცოდნა ფუკოსთვის არის ძალაუფლების წყარო და იქმნება ცოდნა რაღაც მდგომარეობების შესახებ, დაუშვათ იპოხონდრიის შესახებ, დაუშვათ რაღაც ტიპის მდგომარეობების შესახებ
მენტალური მდგომარეობების შესახებ და შესაბამისად ხდება ადამიანების იზოლაცია საზოგადოებისგან, როგორც კეთროვანების. მაგრამ როგორ ახსნიდი იმას, რომ ამის პარალელურად ძალიან ხშირად მიფიქრი ამაზე, რომ სწორედ ამოვარდნილი საზოგადოებრივი ქცევის ნორმებიდან გადამხვევი ადამიანები რომანტიზდებიან ხოლმე ლიტერატურაშიც და ცხოვრებაშიც და პრინციპში ჩვენი გმირიც რენდლ მაკმერფი არის ერთგვარი იესოს რეინკარნაცია თუ და იმიტომ რომ პირველი ასეთი გიჟი რომელმაც ყველანაირ ნორმას და წესს გადაუხვია მაგრამ გახდა საერთო თაყვანების სიმბოლო არის იესო ქრისტე ხო? და თან ხდება მარგინალიზაცია და თან დრო რომ გადის, ანუ დასჯის მერე ხდება აღდგომა. ეს არის პატერნი, ესე იგი, ჯერ უნდა დასაჯო ადამიანი და მერე გახდეს ის ცვლილებების და ყველაფრის სიმბოლო. ჩვენ ლიტერატურაში დონ კიხოტზეც საუბრობთ, ზუსტად დონ კიხოტეც იგივეა. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ პატიობენ იყოს საკუთარი თავი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეპრესიებისთვის, რომ ადამიანს დაუკარგო განცდა, რომ მას აქვს ინდივიდუალიზმი, ხო? ამის ახსნა მე მგონია რომ ზოგადად აჯანყებულის თუ ამბოხებულის გზა არის მაკმერფის გზა. ან მან ტრაგიკულად უნდა დაასრულოს თავისი სიცოცხლე, რომ შემდეგ ვიღაც გადაფრინდეს გუგულის ბუდეზე. და იმ ლექსშიც, საიდანაც ეს სათაური მოდის, ასე არის, რომ ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა. რომ მაკმერფი უნდა მოკვდეს, რომ რომდენი ბელადმა გააღწიოს ამ კი, უნდა მოკვდეს, რომ მერე აღდგეს სხვაში ადამიანი. ისევე როგორც ქრისტე ჯვარს უნდა ეცვას, რომ შემდგომ გახდეს თაყვანისცემის ობიექტი. აი ეს გზა უნდა გაიაროს ყველა ეგრეთ წოდებულმა გიჟმა. კი. თვითონ უნდა შეეწიროს, რომ სხვას ეშველოს. და მაკმერფიც ამ გზას გადის. ცოტა მეტად რომ ტექსტზე გადავიდეთ და თან ვისაც წაკითხვის სიამოვნება წინა აქვს თუ ფილმიც ბევრ შეიძლება არ ჰქონდეს ნანახი. იცი რა, აი ბოდიში სანამ გადახო, სულ ამბობდნენ ხოლმე, რომ აი ფილმი, ეს არის ფილმი, რომ როცა მოყავდათ ეკრანიზაციის უკეთესი მაგალითები, რომ ფილმი ჯობია წიგნს, ერთ-ერთი იყო ხოლმე ორი მახსოვს. მექანიკური ფორთოხალი და ვიღაცამ ერთი თაობის მწერლები. ხო, და მაგრამ აი კენკიზისადმი ეს უსამართლობა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ტექსტი კიდევ უფრო ღრმა პრობლემებზე მიუთითებს და აქ სულაც გიჟი შეიძლება მეტაფორად აღიქვა, ხო? და ფილმში მაინც ეს მე ისეთი სუბიექტური ის მაქვს ფილმის მიმართ, იმიტომ რომ ჯეკ ნიკოლსონი როგორც მსახიობი ძალიან მომწონს და ჯერ პირველად ფილმი ვნახე და შემდეგ წავიკითხე წიგნი და ვერანაირად თავიდან ვერ ვიგდებ ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟს, როდესაც მაკმერფის წარმოვიდგენ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ისე არ გამოიყურება მაკმერფი, როგორც ჯეკ ნიკოლსონი გამოიყურება ფილმში, ხო? ხო იცი დუგლას უნდა და თამაში და დაბერდა ამასობაში, სანამ გადაწყვეტილი. კი, რაღაც იმაში რა ქვია, თეატრალურ დადგმაში დუგლასი ყოფილა, დუგლასი თამაშობდა თურმე ნახე შემდეგ ეს ამბავი. ხო, რაც შეეხება ტექსტს, სადაც ბელადის ან ბრომდენის ენით არის გადმოცემული ამბავი და ბრომდენი სელექციური მუტიზმის დიაგნოზი აქვს ან არ ლაპარაკობს. მაგრამ არ ლაპარაკობს არა იმიტომ რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ რომ არ უნდა და ეს მისთვის ერთგვარი თავდაცვის გზა არის და გავიხსენოთ რატომ არ უნდა. იქ ერთგან წერს ტექსტში თავად ბრომდენი რომ როცა ცდილობდა ლაპარაკს, მაშინაც არავინ არ ამჩნევდა, მაშინაც არავინ არ აღიარებდა და თითქოს არც არსებობდა, თითქოს საერთოდ არ იყო მისი არც ხმა, არც საუბარი, არც არსებობა და შესაბამისად მე სიმულაციისთვის ზუსტად ეს ყრუმუნჯობა მოიგონა, რომ თუ არ მომჩნევთ არც ვიქნები, ხო? და იქ დაელაპარაკა იმას, ვინც ის აღიარა. რახან აი რაღაც მიკრო ავტორიტარიზმზე თუ მიკრო დიქტატურაზე რახან საუბრობთ, როგორც ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაზე, სადაც ძირითადი მოვლენები ვითარდება, მგონია რომ მნიშვნელოვანია პერსონაჟების როლები წარმოვიდგინოთ და მერე როგორ იცვლება მათი როლები მაკმერფის შემოსვლის შემდეგ ამ დაწესებულებაში, ხომ? თავიდან ბრომდენი
საუბრობს რომ აქ არიან მეთვალყურეები, დამსჯელები, რომლებიც შავკანიანები არიან და ხშირად არის ხაზგასმული ეს მათი შავკანიანობა, შავები და ასე არიან ისინი დახატულები, არის მედ და რეჩედი, რომელიც არის მთავარი ექიმი ამ დაწესებულებაში და არიან პაციენტები, რომლებიც ორ ნაწილად არიან დაყოფილები, წვავეები და ქრონიკულები. წვავეები არიან ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს პიროვნული ნიშან-თვისებები და მახასიათებლები და ჯერ ბოლომდე არ არიან რაღაცა სცენარის ფორმაში გადაყვანილი, როდესაც გასვლის შანსი აქვს, როდესაც ქრონიკულები უკვე მთლიანად რაღაცა ვეგეტატიურ მდგომარეობაში არიან, ესე რომ ვთქვა და კომბოსტოებადაც არიან წიგნში ისინი მოხსენიებული და ყოველთვის ქრონიკულებს, უпростоრედ მწვავეებს ემუქრებიან იმით, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ ქრონიკულები და მათი პალატები ერთმანეთისგან გამოყოფილია სხვადასხვა სივრცეში არიან, თუმცა ხანდახან ერთმანეთთან უწევთ შეხებაც, მაგრამ ქრონიკულები ხშირ შემთხვევაში არ საუბრობენ, ვერ დადიან და ყველაფერი ადამიანური, რაც არის მათში დათრგუნული არის იმ ჩარევების თუ манипуляციების გამო, რასაც ფსიქიატრიული დაწესებულება მათ უკეთებს, ხომ? ამ შემთხვევაში ლობოტომია და შოკური თერაპია და პირველი მომენტი ზუსტად ბრომდენს დილიდან შოკურ თერაპიაზე უშვებენ და ამით იწყება რომ რაღაც არცისფერი ნისლი მოდის, მას აერთებენ შუბლზე ამ ელექტრო გადამყვანებს და ატარებენ მის ტვინში შოკს, ხომ, დენს და შემდეგ ძალიან დიდი დრო ჭირდება რომ გამოფხიზლდეს და გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უვნებელი ადამიანია, შიშარაც არის, მიუხედავად იმისა, რომ უშველებელია ზომაში 2 მეტრზე მეტი არის, აი ცოცხების ბელაც ეძახიან იმის გამო რომ თავად არ აღიქვამს ასე რომ დიდია. თავად ეჩვენება რომ პატარა. ჯერ არ აღიქვამს ამას. ჯერ თავიდან არა, ამას ჭირდება გამოჩენა ჭირდება ამას. და ამ იდილიაში, ასე რომ ვთქვათ, ჰარმონიაში, სადაც რეჩეთს სადავეები კარგად უჭირავს ხელში, შემოდის მაკმერფი, რომელიც სულაც არ ჯდება სულაც არ არის ამ გარემოს ნაწილი. ან არ შეიძლება იყოს ამ გარემოს ნაწილი და შემოსვლის მომენტიდან, როგორც კი შემოდის მაკმერფი, როგორც კი ჩნდება, ეგრევე ხვდებიან, რომ ეს რაღაცა ცენტრი არის და მაკმერფი კითხულობს, რომ აქ ჩემზე ცენტრი ვინ არის, რომ თავიდანვე ეს ვითომ რაღაცა პალაჟენია დააყენოს გიჟებში. ასე რომ ვთქვათ და მან ერთი მომენტი არის, რომ ეგრევე შეამჩნევს მაკმერფი, რომ ბელადი რაღაცა თამაშობს მუნჯს და სინამდვილეში არ არის მუნჯი და შეუძლია და ბელადის ხვდება რომ აი მაკმერფი მიხვდა რომ მე საუბარი შემიძლია და სპეციალურად არ საუბრობ. აი მაკმერფის გამოჩენის მომენტიდან მაკმერფი აქეთ იწევს რეჩეთს, ანუ გამოწევას სისტემასთან დაპირისპირების რაღაცა ფაზა იწყება და რა არის რომ აი რაც ტექსტში ძალიან კარგად ჩანს და ფილმში ჩანს ეს სხვადასხვის მე მგონია და მეც ასე მგონია სამი რაღაც შემოაქვს მაკმერფის აი ამ სისტემაში. პირველი ეს არის აზარტი და აზარტული თამაშები, კარტი და ეგრევე რაღაც შიშველი ქალები რომ ახატია ეგეთ კარტს აჩვენებს ამ გიჟებს და ამით იპყრობს მათ ყურადღებას. მეორე რაც შემოაქვს ეს არის იუმორი და სიცილი, რაც აი ამ თეთრ დაწყრიალებულ დასუფთავებულ შიშით თუ რაღაცა ამ წნეხით დატვირთულ გარემოში გახსოვს ბრომდენი ამბობს რომ ეს არის ხალხი რომელმაც პირველად გაიცა 12 წლის მერე არ გაუცინიათო. 12 წლის ასაკიდან მაკმერფის გამოჩენამდე ღიმილი არ ხდება. ყველაზე ხმამაღლა ისმის მაკმერფის როხროხა ხმა და სიცილი და მესამე არის სექსი. ანუ სექსი და სექსუალობაც მაკმერფის შემოაქვს ამ იმაში. ხო, ანუ ეს დათრგუნული ადამიანური თვისებები, რაც ამ დაწესებულებაში დათრგუნულია,
მაკმერფის შემოაქვს ამ სივრცეში და ამიტომ ყველა მას უყურებს როგორც რაღაცა ისე არ არის. ეს არ არის ნორმალური ჩვეულებრივი პაციენტი, არა ჩვენი ნაწილი არ არის და თავიდან სიფრთხილით მერე ნდობით და ბოლოს იმედით, რომ რა თქმა უნდა და რეჩედით ამას ძალიან დიდ გამოწევად თulis რომ ახლა ესეთი პაციენტი რომელიც აგირდაგირებს აქ დალაგებულ სიტუაციას ცხადია რომ მისთვის პრობლემაა და ერთი მომენტი აი ეს არ მინდა გამომრჩეს აი რაღაცნაირი მეტაფორა არის როდესაც ბელადი ბრომდენი საუბრობს მამამისთან ერთად ნადირობაზე ჩიტებზე ნადირობაზე და წევარი ყავთ ძაღლი და ამ წევარს და ამ ბიჭებს შავებს ვინც წესრიგს ამყარებს ამ დაწესებულებაში ერთმანეთს ადარებს ჩიტი ტოტზე ზის მოღუშული რომ არ დაინახოს ძაღლმა მაგრამ ძაღლი იმდენი ხანი დარბის ხის გარშემო რომ ჩიტი აფრინდება და შემდეგ კლავენ მას ან თოფს ესვრიან და ეს ერთგვარად საკუთარი მდგომარეობის მეტაფორაც არის რა მდგომარეობაშიც ბრომდენი და სხვებიც არიან ამ დაწესებულებაში სადაც მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც არიან როდესაც მათი სურვილის ან სურვილი არ აქვს და რაღაც სიცხეს რაღაც უშველებელი თერმომეტრით უზომავენ ეს ადამიანები რომ ამ გზით დასაჯონ და დაამცირონ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და ამას უპირებენ მაკმერფისაც მაგრამ ვერ გაუკეთებენ ამას და ესეც რაღაცა ერთგვარი ის არის რომ აი მაკმერფის რაღაც ვერ გაუკეთეს რაც სხვებს გაუკეთეს თერმომეტრი ვერ გაუკეთეს იმაში საჯდომში თუ ანუსში რაღაცა ესეთი ეს მომენტი ძალიან ესეთი. ხო, პირველად რო წავიკითხე საერთოდ ვერ ცხდებოდი კიდევ რამდენად ბევრი საშინელება მარტო ტექსტში კი არა ქვეტექსშიც კიდევ იმიტომ რომ ალბათ ღმერთთან ურავინ იქ არ მოახვედროს მაგრამ კიდევ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება და ასაკიჭირდება რომ კიდე რეები იგულისხმება და ჩვენ უკვე ქართული ფსიქიატრიულიდან რომ მოგვდის ამბები უკვე კიდევ კარგად ხვდებით რომ მიუხედავად იმისა რომ იმ ფსიქიატრიულში თითქოს დილით საჭმელი აკრძალული არ იყო ბანაობის უფლებაც ჰქონდათ იქ რაღაც აუშიც თითქოს ჩადიოდნენ მაინც როგორ ეშინია ყველანაირ სისტემას რომელიც თუნდაც თხელი მინით არის შუშით გაყოფილი საზოგადოებასთან და აქ ხედავთ რომ იმ შუშის განგრევა და მორჩა ხო თითქოს მიწვდები მეგთანს რომ რაღაცა დაუშავ მაგრამ მაინც როგორ ცდილობს სისტემა ადამიანში დათრგუნოს ნებისმიერ ლიბიდოდან დაწყებული უკვე თავისუფლების გამოვლენაზე აღარ ვსაუბრობ ელემენტარული ადამიანური სურვილებიც კი იმისთვის რომ დაიმორჩილოს რა არის ამ ეკთნის ამოცანა ჯერ ერთი ის არის არაპროფესიონალი იმიტომ რომ ფსიქიატრის მოვალეობას ასრულებს და ეს ამის უფლება წესით მედდას არ ვიცი მაშინ ქონდა თუ არა მაგრამ ის რა სეანსებს დასვამს და ალაპარაკებს ამ ხალხს ეს არ არის ეს არის ფსიქიატრის კომპეტენცია და არა ეკთნის, ხო? და მაშინ ახლა ამას ასე არ ექცეოდა ყურადღება და თავად აკეთებს, დასკვნებს, ვის რა ჭირდება. აი ამ ხელა გადაწყვეტილებებს იღებს ადამიანი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და რაც ყველაზე მეტად მომხვდა მეორე წაკითხვისას თვალში, რომ თავად არის ფსიქოპატი. და აი ეს ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ თანამედროვე ფსიქიატრიული კრიტერიუმები თუ მიუდგები, ახლა პერსონაჟებს ჩვენ შეიძლება ვიღაცამ თქვა შენ საიდან იცი, მაგრამ პერსონაჟებს, როდესაც ვადგენთ და გვინდა იყოს სოციოპატი, ფსიქოპატი ან რაღაც ასეთი ფსიქოლოგიური თავისებურებების, ამაზე თეორიას ვკითხულობ და ამ ადამიანს ემპათია იმ დონეზე დაქვეითებული აქვს სხვების მიმართ, ხო, რომ აქვს ეს ფსიქოპატიური ნიშნები და ძალიან საშიშია, როდესაც ასეთი ადამიანები თავად ფსიქოლოგთან რომ უნდა იარონ ისეთი, ხვდებიან სისტემის სათავეში და ჩვენ ამას ყოველდღიურად უკვე უყურებთ. რა ამის მერე ამ წიგნის მერე დღეს მაგალითად, ხო? ჩვენ ხედავთ საზოგადოებაში და ამაზე შენი აზრიც მაინტერესებს, ჩვენ ხედავთ საზოგადოებაში პირიქით დიაგნოზების მომრავლებას და ამის ნორმალიზების მცდელობას, ხო? მაგალითად, აი TikTok-ზე ხშირად ვუყურებ ხოლმე, რომ აი ერთი გოგო ამბობდა, რომ აქვს აუტიზმი, იმიტომ რომ არ აქვს იუმორის გრძნობა. მეორე ამბობდა, რომ აქვს ADHD, იმიტომ რომ ვერ კონცენტრირდება. ან ბევრი ასეთი დიაგნოზი მესმის, რაზეც უკვე თამამად ღიად და ზოგჯერ
ოვერდიაგნოზირებულად საუბრობენ ადამიანები და ეს არის ნორმების გაფართოების ცდელობა თუ პირიქით კიდევ უფრო დავიწყების რომ ფაქტობრივად როგორც ჩემი ფსიქიატრი მეგობარი ამბობს მხოლოდ მაიმუნები შიმპანზეები დარჩნენ ვისაც ნევროზი არ აქვს იმიტომ რომ ადამიანი თუ ხარ ნევროზიც რაღაც ტიპის გექნება ანუ მთლიანად ნორმაში ვერ ჩაჯდები ხო დაიახლა რას ვუყურებთ ჩვენ კენკიზის გვალდაკვალ ეს ნორმები ფართოვდება თუ პირიქით ვიწროვდება ჩემი დაკვირვებით უბრალოდ მენტალური პრობლემების მიმართ სტიგმა დაიძლია რაღაც დონეზე და იმდენად დაიძლია რომ რაღაცა მოდის ნაწილი გახდა რომ შენ რაღაცა ის გაქვს რა ვიცი ბიპოლარული აშლილობა ბიპოლარული აშლილობა ძალიან ეს ერთული არა ამას ისვამენ თვითონ ადამიანები ამ დიაგნოზს ხო ADHD ან რაღაც აკვიატება ან რაღაც ესეთი OCD-ს ხო აი ესეთი ის რაღაცა ეს სტიგმა დაიძლია, თუმცა სტიგმა ძალიან დიდი იყო ჩვენ კულტურაშიც და არა მარტო ჩვენ კულტურაში, ფსიქიკური პრობლემების მიმართ და მენტალური პრობლემების მიმართ და აუცილებლად დიდი სურვილი მაქვს ცოტა ხანი ვისაუბროთ შემდეგ საბჭოთა გამოცდილებაზე ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს წიგნიც ამაზეა და თან ჩვენ ცოცხალი მაგალითები ყავს გუშინწინდელი მაგალითები, როდესაც ადამიანს უპირებდნენ ძალით რაღაც მაკმერფის მაგალითი ხო? აი ხო, პასუხი ესეთი მგონია რომ უბრალოდ სტიგმა დაიძლია საზოგადოებაში და იმდენად მტკივნეულად არ აღიქმება მსგავსი პრობლემის მენტალური აშლილობის ქონა და ამიტომ მეტი ადამიანი საუბრობს ღიად და თამამად ამ პრობლემებზე, როდესაც თუნდაც 30 წლის წინ ესე არ იყო და ბავშვად ჩემი მშობლების თაობას ძალიან უჭირს ხოლმე იმის გააგება რომ რაღაც ანტიდეპრესანტს რატო სვამ, რატო მიღებ ანტიდეპრესანტს ან რაღაცა ესეთი თაობებს შორის ეს მე მგონი უჭირს კი არა და ვერც გავამტყუებთ იმიტომ რომ შენ არ გემახსოვრება მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს რომ გრძელითმა საყურე და ოდნავ განსხვავებული ფერის ტანსაცმელიც კი უკვე ითვლებოდა არაადეკვატურობად წარმოიდგინეთ წნეხის ხარისხი დათრგუნვის და ეს დათრგუნვა მე ძალიან მოქმედებს ადამიანის არეალის გაფართოვებას პირდაპირ უშლის ხალხს ამისოდაც არსებობს სწორად და როდესაც შენ საყურეს გიგრძალა მე რადგან კაცი ხარ და სხვანაირ შარვალს და ერთი რუსი მუსიკაცოდნეა რომელიც ამბობდა ძალიან ფერადად იცნობდა და პრობლემებს უქმნიდა ამის გამო და ეხა აღარ ვიცვამ იმიტომ რომ ეს აღარ არის ვაშკაცობაო. ეს როცა ყველა გიგრძალავს უკვე ყვითელი შარვალიც კი ის არის რაღაც ვაშკაცობის აქტი, ხო? და ეხლა ასე აღარ არის. ეხლა ყვითელ შარვალს რო ჩაიდნო, ჯერჯერობით არ ვიცი. რა ვიცი, ეგეც არ ვიცი როგორ იქნება. მე მახსოვს ჩემ პირად მაგალითს გეტყვი, ჩემ მშობლებს შენიშვნა მისცეს რაღაც პეპლებიანი კოლგოდი მეცვა და ამის გამო რომ ესო ცდილობსო, რომ გამოირჩეოდეს კლასელებისგანო, დანაშაული ბავშვის. რომ უნდა რომ იყოს სხვანაირი და ეს იყო პირდაპირ დანაშაული, იმიტომ შენი მშობლები, ჩემი თაობა, ჩემი მშობლების თაობა გაუგებარია საერთოდ რა ანტიდეპრესანტი კი არა, ეშინიათ რომ შენზე არ გაიგოს, თქვათ, ვიღაც გოგომ, რომ შენ ანტიდეპრესანტს სვამ. კი, ზუსტად ეს ის არის, ხო. თან ჩაკეტილ საზოგადოებაში კიდევ სხვა პრობლემები ჩნდება და უფრო მწვავე არის პრობლემები. მე მგონია რომ მაინც პოზიტიური ის არის რომ ეს როგორღაც დაიძლია ეს სტიგმა და აღარ არის მენტალური ჯანმრთელობა. თუმცა იქ გახსოვს მე ეს ანტიფსიქიატრის მოძრაობა ახსენე შენ და მე გაჩნდა სხვა პრობლემა. სახლში მკურნალობაზე როგორც კი გადავიდა, ანუ იდეალური გამოსავალი არ შემოგთავაზა ჯერჯერობით არავინ, რადგან ამ ხალხმა გადაინაცვლა ყუთებში ქუჩაში. ანუ უპატრონოთ მიუხედავთ ზოგიერთ ადამიანს მართლა ჭირდება სხვა ადამიანების უფრო მეტი ემპათია და დახმარება ვიდრე თქვათ თავად ჭირდება ხო და ამიტომ ასეთ ადამიანებს მარტო წამლის მიცემა რაც ეკუთვნის და სახშენი დალი შეიძლება არ იყოს საკმარისი მაგრამ რატო უნდა გავდეს თქვათ ფსიქიატრიული დაწესებულება ციხეს აი ეს არის გაუგებარი ხო რატომ გადაიქცა ესეც სადამსჯელო
ლოკაციად. აი სადაც მაკმერფის გონია რომ მოდი ციხიდან ცოტა ამოვისუნთქავ და გავალ, სწორედ იქ კარგავს ყველაზე მთავარს. იმედს, გასვლის სულის თავისუფლებას და სიცოცხლეს, ხო? იქ სადაც გონია რომ აი ამოვისუნთქავ, ფულს მოვაგროვებ და გავიქცევი და აი ეს კიდე ჩემთვის რისი სიმბოლოც შეიძლება დღევანდელი დღიდან ვიღებ ასე აი ამ მწვავეთ, მაგრამ მგონია რომ იქ იმედი ვისაც ქონდა რომ გავა აქედან სანამ ქრონიკულებში გადავლენ, ანუ სანამ წვავე ხარ, მაშინ უნდა მოაგვარო პრობლემა. მეც აი ჩვენი დაპირისპირების და ჯანყის კონცეფციიდან ასე აღვიქვამ, რომ ქრონიკულებში გადასვლის მეშინია ყველაზე მეტად. კი, ყველაზე საშიში ეს არის, რომ ქრონიკულებში გადავა და ერთიანი კოლექტიური ლობოტომია არ ჩაგვიტარონ მერე. როგორც ჩაგვიტარეს 20-იან წლებში. ეხლა მაკმერფის პერსონაჟზე მინდა რამდენიმე სიტყვა თქვა. მაკმერფი არ არის რაღაცა წმინდანი, კარგი კაცი, კარგი ტიპი შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ ისე რაღაცა მორალურ იმაში დიდად ვერ დაიკვეხნის რა. მორალი შეიძლება სოციალური კონსტრუქციაა, მაგრამ ეხლა მაკმერფის შემთხვევაში რაღაცა არასრულწლოვანის გაუპატიურება, რაღაცა ესეთი ის არის მის კისერზე და უპასუხისმგებლობა და რაც მთავარია და რის გამოც ის ხდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ეს არის ის, რომ მას მუშაობა არ უნდა. და მუშაობა რომ არ გინდა და რაღაცა 60-იანი წლების ამერიკაში ცხოვრობ, ან საბჭოთა კავშირი და სოციალიზმი არ მოგწონს და 70-იანი წლების საბჭოთა რომელიმე რესპუბლიკაში ცხოვრობ, შენ სისტემისთვის ხარ პრობლემა. როდესაც რაღაცა ხო რომ სიზარმაცეც ფსიქოლოგიური პრობლემა ყოფილა. ანუ ესეც არ არის შენი გადაწყვეტილება. შეიძლება ეს ძალიან დიდი სიზარმაცეც იყოს სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ჭირდება კორექცია, მკურნალობა. კი, ალბათ. ხო, მე ესე მოვისმინე, რომ სიზარმაცე, ესე ძლიერი სიზარმაცეს აქვს თავის ობიექტური მიზეზები. კი. მათ შორის ალბათ შეიძლება დეპრესიისგან იყოს სიზარმაცე, ხო. და მაკმერფის შემთხვევაში ეს არის, რომ ის რაღაცა წმინდანი არ არის, თავისი ცხოვრებით არ არის წმინდანი. სისტემას ის არ მოსწონს იმის გამო, რომ არ მუშაობს. და როგორმე მაკმერფი, არა მარტო მაკმერფი, არამედ სხვებიც უკანვე უნდა დააბრუნონ და პროდუქტიულები გახადონ. და მთელი აი ეს გამოსწორებულები დააბრუნონ უკან, როგორც კიდევ ერთი აგური ამ კედელში, მერე უკვე ისევ იმ პერიოდის სიმღერებში, როგორც ჩდება Pink Floyd-თან ან სადღაც, ხო? და ეს არის მთელი მიზანი ამ იმის, რომ აი ეს გამოსწორება მოხდეს ადამიანის. ოღონდ გამოსწორება ყოველთვის არ არის პოზიტიური შინაარსის მატარებელი სიტყვა და ხანდახან გამოსწორება ნიშნავს ყველანაირი ინდივიდუალიზმის ამოშანთვას ადამიანისგან, მათ შორის ხო, სისტემური ძალადობის თუ ტანჯვის თუ არაჰუმანური მოპყრობის გამოყენებით, ამ მეთოდების გამოყენებით და ყველაზე კარგად ეს ჩანს მათ შორის იმ ჯგუფურ საუბრებში, სადაც ეს ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, სადაც მაკმერფი ამჩნევს, რომ ვერ ხედავთ თქვენ რეჩედი რას გიშვებათ ერთმანეთში გაჩხუბებთ ერთმანეთის უშეურაცხყოფას გაყენებინებთ რომ საბოლოო თავისი საქმე გააკეთოს და კარგად გმართოთ ყველანი და აი ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი ბილი ბიბიტის პერსონაჟია და განსაკუთრებული პერსონაჟია ახალგაზრდა კაცი რომლის პიროვნებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს დედას და მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი არის დედა და ვაჟიშვილია და მას მაკმერფი ქალს მოუყვანს და აი ეს ხდება შემდეგ მისი ტრაგედიის მიზეზი რომ რეჩედი მას სამაგალითოდ დასჯის და დედასთან ჩაუშვებს მაგრამ ამ შემთხვევაში მაკმერფი არის ბრალი არ არის აქ არის ჩემი აზრით აქაც კენკიზის რისი ჩვენება უნდა და რომ აი დედები არა მარტო საქართველოში, თურმე ამერიკაში და ყველგან როგორ არ უშვებენ ბიჭებს რომ გაიზარდონ და აი რო ეუნება რომ ბები არ გამხადო და აი ეს დედის ბრალია პრინციპში აი ბილი ბიბიტის ტრაგედია მაკმერფი შეიძლება მაკმერფსა მე ვამბობ რომ რეჩედს აქვს ინსტრუმენტი ბილი ბიბიტთან რომ ის რაც შეიძლება წარედ დასაჯოს და სინდისის კენჯნა უფრო გაუღვიოს, როდესაც ამ ადამიანს მთელი ცხოვრება ეს სინდისის კენჯნა აწუხებდა და საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიყავს ბილი ბიბიტი, ხო? ისევე როგორც სხვა პერსონაჟებს რაღაცა ესეთი მახასიათებლები აქვთ, რომ
ჩვეულებრივად ისინი ძალიან ნორმალურებად შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ საფრთხეს არ უქმნიან სხვაებს, აგრესიას არ გამოხატავენ, მაგრამ მაინც თითქოს რაღაცა არის მათში, რაც უნდა გამოასწოროს. რეჩეტმა, რომელსაც ვერაფერს ვერ გამოასწორებს, გარდა იმისა, რომ ცნობიერება საბოლოოდ წაართმევს მათ და შოკური თერაპიით და ლობოტომით გახდის უკვე ქრონიკულებს, ხომ? და აქ ამ ფილმშიც და წიგნშიც ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ ერთ მხარეს არიან აი ეს ადამიანები ამ თავიანთი პრობლემებით, მათ შორის ცოლთან პრობლემებით, დედასთან პრობლემებით, რაც ინტიმური და პირადი არის ადამიანისთვის და არანაირად არ შეიძლება გახდეს რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ გამოსწორების ობიექტი, ხა ცოლსა და ქმარს შორის ურთიერთობა ან დედასა და შვილს შორის ურთიერთობა, რომელიც რაღაცა არც ერთს ფიზიკურად არაფერს არ უშავებს, არ შეიძლება იყოს მზრუნველობის რაღაცა ინსტიტუტის გამოსწორების და ამერიკასთან წესით მიუხედავად იმისა, რომ პალატა ნომერი 6-იც არსებობს და ზუსტადაც თუ გავიხსენებთ რაღაც ინტერტექსტუალურ მინიშნებებს, ხო, ეხა არ ვიცი, ეს ალბათ არ ქონდა წაკითხული კენკიზის, მაგრამ აი ფოლკნერის ხმაური დამძინვარების ბენჯისთან არის ასოციაცია, მელვილის მობი დიკთან, შერვუდ andersonis ტექსტებთან, მაგრამ საბჭოთა კავშირის ფსიქიატრიული დაწესებულებები კიდევ იქ საერთოდ რომ ალბათ წაეკითხათ საბჭოთა ეგრეთ წოდებულ გიჟებს, რომ იქ რაღაც თამაშობენ, ბეისბოლს უყურებენ, ვერ უყურებენ, მაგრამ ცდილობენ, კიდევ უფრო უცნაური იქნებოდა, ხო? და საბჭოთა კავშირში აი ეს რა მორალიზმი, რაც წეღან ჩვენ მაკმერფისე მაინც ალბათ ხო, სისხლის სამართლის კოდექსში რაც არ ჯდება უკვე მორალიზმის თემა, რა ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს, თუ არ ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვანებთან ურთიერთობა, ხო? აი აქ არის ხოლმე ზუსტად ზღვარის დაცვა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი კარგად იქცევა თუ ცუდად, ეს სხვას რამდენად აზიანებს. თუ თავის თავს აზიანებს, მაშინ ის ჩვენი საქმე არ არის. და აი საბჭოთა კავშირი იყო კრებაზე გატანა, რომ აი ვივანოვი ღალატობს ცოლს. და ქარხანაში ეს უნდა იყოს გატანილი და რატო აკეთებს ახლა ამას ხელისუფლება, რომ ზოგადად ჩვენც ხო აი დასწრები ხარ ახლა ჩვენ კურსს და როცა ვსწავლობთ ამბავი რა არის. არის რაღაც ქცევის მოდელები, რომელიც როგორც თავად გადასარევად აღნიშნე, საზოგადოება ამას აყალიბებს, აი ეს უნდა მოიქცე ასე დიდთან დიდი რაღაცას გიწესებს, აი ამ კოდებს გაწვდის და ამბავი სად იწყება? ამბავი იწყება იქ, სადაც რომელიღაც ადამიანი, ინდივიდი გადაწყვეტს, რომ აი ამ პატერნის ქცევის არ დაემორჩილოს და გავიდეს კომფორტის ზონიდან და უპირისპირდეს მაგალითად ოჯახს, თავის წრეს, მეგობრებს, თავისი აზრი გაიჩინოს, ეს აზრი განსხვავდებოდეს უმრავლესობის აზრით და ნონკონფორმიზმის ეკლიან გზას დაადგეს. აი აქ გაქვს უკვე თავგადასავალი და ამბავი. თუ ეხლა დილით ადექი ჩაიდალიე, მე იმეცადე და მე დაიძინე, ეს არ არის ამბავი. ამიტომ ჩვენც ამბავს მოყოლას როცა ვსწავლობ და ვასწავლით ამას, ეს რაღაც უნდა დაირღვეს, ხო? და რატო ეშინია სისტემას ამ დარღვევის? იმიტომ რომ აი როგორც დავიწყეთ, რომ ყველა ჩაბუჟბუჟებულია, სიტყვა ქრონიკული რატო არის ყველაზე საშიში კიზის ტექსტში? იმიტომ რომ აი ეს ქრონიკული მდგომარეობა არის ყველაზე სტაგნაციური მდგომარეობა, როდესაც შენ ისე იღუპები, რომ ვერც გრძნობ. და ამას ამიტომ გაჩვენებს, რომ კიდევ მწვავე ფაზა ჯობია. მწვავე ფაზაში გაქვს მხოლოდ გასვლის, გაქცევის, გათავისუფლების შანსი. ქრონიკულ ფაზაში უკვე ხარ დაღუპული, ხო? და აი ეს საბჭოთა გამოცდილება ჩვენ 70 წელი გვამყოფებდა ქრონიკულ მდგომარეობაში და ფსიქიატრიულით შესაბამისად გამოიყურებოდა აი ნაზის ამბავი. კი. ესეთია. ფილმი რო არ გვაქვს სირცხვილი. კიდევ პირდაპირი კავშირი არის ტექსტსა და თანამედროვე პოლიტიკურ რეალობას შორის, რაც ჩვენს შემთხვევაში რაც ხდება ჩვენ გარშემო და აი განსაკუთრებით გუშინ იყო ერთი ასეთი ვიდეო გამოჩნდა სოციალურ ქსელში, სადაც გოგონა ქალი ესაუბრება პოლიციის თანამშრომელს, რომ აი უკვე ტროტუარზე დგომას გვიკრძალავენ, ხომ ხედავთო. ანუ ნორმა, რომელიც აქამდე არ არსებობდა, რომ ტროტუარზე დგომა იყო აკრძალული, ამ მომენტში აკრძალულია და ეს, ანუ ვინც აღასრულებს ამ ძალაუფლებას და წიგნში
ხომ ჯგუფი არის რომელიც აღასრულებს ამ ძალაუფლებას აი ეს ადამიანები მოგვიწოდებენ რომ აი ხო შავები რომ ნორმას დაემორჩილე ანუ ნორმა რომელიც გუშინ არ არსებობდა გუშინ რაღაც ქცევა რომელიც არ გეკრძალებოდა დღეს გეკრძალება მაგრამ ისინი ჩუმი აღმსრულებლები არიან და შეიძლება როგორც იმ შავებს სიამოვნებთ სადღაც კი არა ხაზგასმით არის ხოლმე ნათქვამი როგორ სიამოვნებთ მათ როცა ჩაგრავენ როცა ურტყამენ ამ ადამიანებს როცა აერთებენ აპარატზე აი ზუსტად ის ჩანს ცინის პოლიციელი ამის პასუხად რომ აი ტროტუარზე დგომას გიგრძალავენ და პოლიციელი იცინის აი ეს რაღაცნაირად ეს ყველა საზოგადოებას ახასიათებს რომ გახსოვს იგივე ებრაელებს თავის დროზე თუ არაფერი უბრალოდ ნიშანი გაიკეთეთ აი თითქოს ასე შემოდის ნებისმიერი ახალი ნორმალურობისა და ნორმის დაწესება უნდა იწვევდეს ადამიანში სკეპსის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თან ყველაზე ცუდი რაც არის მე იუნესკოს აბსურდებში ჩას ისე ადვილად და ისე მალე ეჩვევა ადამიანი რაღაც სრულიად გიჟურ კანონს თუ მოვლენას რომ მაგალითად შეიძლება მარტორქად გადაიქცე და ეს არავინ არ იკითხოს რომ ეს როგორ ხდება აი თვალი და ყური როცა ეჩვევა რომ ტროტუარზე დგომა არის აკრძალული აი ამ წინადადებას ყური რო ეჩვევა შენ უკვე ქრონიკული პაციენტი ხდები სისტემის რა და როდესაც შენ ეს გაკვირვებს გაოცებს არეგუები და ჯანყი გაქვს რითიც დავიწყეთ ეს რომ ჩვენში ეხა ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანყის შენარჩუნება ჩვენ არ უნდა გაგვიუბრალოვდეს ის რასაც სისტემა გვიკეთებს არ უნდა გახდეს ეს აი იქ ხო არავის გახსოვს ტექსტშიც არ უჩდება თავიდან კითხვა რომ აი ეს ხალი რატომ გვართმევს სიგარეტს და რატომ გვაძლევს თითოეულ საკუთარი ძალაუფლების გამოყენების ვნებას რატო იყენებს ასე ინტენსიურად იმიტომ რომ იქ ხო არ არის არავინ მართლა ისეთი ადეკვატური რომ წართმეული კონდეს როგორც ქრონიკულებს რაღაც დამოუკიდებლად აზროვნების უნარი მაგრამ აი ეს კითხვები არ ჩდება იმიტომ რომ ეს იცის ჩაკეტილ სისტემაში დიდხანს ყოფნამ ჩვენ არ ვიცით ეხლა ჩვენს რაღაც ექსტრემალურ პირობებში რომ მოგვათავსონ რა გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიცით, რომ როცა ჰაერი თავდება, ჩასუნთქვა ხდება პრიორიტეტი და როცა წყალი არ გაქვს წყურვილი და აი სისტემა როგორ მუშაობს, მე სულ მინდა ჩვენი პოდკასტი იქნება გადაცემა თუ ზოგადად მთავარია ადამიანის გონებამდე მივიტანოთ მათი ზრახვები. ის კი არა რომ აი პოლიციელი სულ მაინტერესებს ალბათ ფიქრობს თუ არა რომ ეს კანონისტვის და მისი პროფესიული მოვალეობის კიდევ უფრო გაინტენსიურებისთვის კი არ არის იმისთვის რომ დაგვრთუნონ დათრგუნული ქრონიკული პაციენტები ამ ერთ დიდ საგიჟეთში, რომელიც ჩემთვის მაინც მეტაფორად რჩება ტექსტში. ანუ ერთია ის, რომ რატომ არის ეს ტექსტი ასეთი გენიალური ალუზიების და რელიგიური ქვეტექსტის მიუხედავად. ერთი არის ის, რომ ეს მართლა ფსიქიატრიული პრობლემებს ეხება, რომელიც დღემდე მოუგვარებელია და ამ ადამიანების საშველი არც ის ანტიფსიქიატრიული მოძრაობა არ გახდა და გარეთ მათი ყოფნა არ ნიშნავს მათ კარგად ყოფნას. შეიძლება გარეთაც იყოს ციხეში, იმიტომ რომ საზოგადოებისგანაც იგივე საფრთხე კონდეს, რაც რეჩედისგან, რა გააჩნია როგორ გიყურებენ. და მეორე არის, რომ ესეც არის მეტაფორა. მეტაფორა იმის, რომ როგორც კი რაღაცაზე საკუთარი აზრი გაქვს, შენ ხდები ანორმალური და გიჟი. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, მაინტერესებს ერთ საკითხზე, რაზეც ფიქრობდი და ესე არ მსჯელობაში არ გავსჩალე ეს საკითხი. აი მამაკაცურობა ამ შემთხვევაში, სადაც პაციენტები ყველანი მამაკაცები არიან, ქალი პაციენტი არ არის და ქალი როგორც დიქტატორი, თუ ქალი როგორც აი რეჩედი, თუმცა ქალურობისგან დაცლილია დიდი მკერდის გარდა მას ქალურობის ნახე როგორ გამოკვეთილად ძალიან დიდი მკერდი აქვს მას და ძალიან დიდი მაჩვეობა მაკმერფის არის ქალური და კაცური საწყისი ეს გამოკვეთილად დაპირისპირებული. კი და აი ეს ხო ეს მომენტიც არის ქალურობის და კაცური საწყისის დაპირისპირება, სადაც თითქოს ქალი დიქტატორები ძალიან ცოტა მაგალითი გვაქვს ისტორიაში, სულ რამდენიმე მაგალითი არის ქალი დიქტატორის, აქ
ქალი არის რაღაც ამ იმათ გამოყვანილი სახედ ამ დიქტატურის სახედ და კაცები არიან ობიექტები, სხერფლები, რომლებზეც ხორციელდება და პირდაპირ წინადადება არის რომ საბოლოოდ როგორც ასრულებს მაკმერფი თავის ამბავს და მე არ მინდა ვთქვა როგორ ასრულებს მაკმერფი თავის ამბავს კასტრაციასთან არის შედარებული რომ ის რაც რეჩედმა კამრის ქვეშ ვერ მოაჭრა მაკმერფის წარბებს ზევით მოაჭრა, ანუ ლობოტომია, მაინც სპოილერი გამოვიდა, ლობოტომიით მან დაასაჭურისა მაკმერფი და წაართვა თავის ამ მაჩოობასთან ერთად წაართვა ეს ამბოხებულის თუ აჯანყებულის თუ სისტემასთან მებრძოლის უნარი თუ თვისება თუ აი ეს რაც მორალით მათ შორის რა მორალითაც მაკმერფი მუშაობს აი თქვენ ქრისტესთან პარალელზე თქვით მაკმერფისა და ქრისტეს შორის პარალელზე და პირდაპირ კავშირებიც არის თუ თურმე და რაღაც ბლოგში წავიკითხე ეს ელექტროშოკური თერაპია როგორც ეკლის გვირგვინი და ლობოტომია როგორც ინტერპრეტაციები მაგრამ აიქცევა რომ ნეწამოს რომ სხვა აღდგეს და ჩემ ცხოვრებაში იმდენად ეხლა უბრალოდ არ მიწყობდა მართლა ტექსტის კითხვა კიდევ შემიძლია მაგრამ ფილმის ბოლო კადრებს ვერ უყურებ იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო ბავშვობაში ნანახი კადრები და ნაის უთქვა რომ გაგიჩერდება არ ვიცი პატარა ბავშვმა როგორ შეიძლება ეხლა მამაჩემმა მომცა უფლება არ მაყურებინებდა ხოლმე ასეთ ფილმებს პატარა რო იყავი მაგრამ აი ეს თავის საუნდტრეკით აი ეს გაქცევის სცენა დაილექა და მე მოგვიანებით მივხვდი რომ აი ასეთი ბავშვობაში დალექილი კადრები ძალიან იმაზე მეტად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე ვიდრე ჩვენ გონია ანუ ჩემში ეს მინის განგრევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინის კი არა იმ გისოსების, მინას მაკმერფი არის. მაკმერფი მარცხდება პროცესის მანძილზე, მაგრამ იმარჯვებს ის ვინც ყველაზე ჩაგრული, იდენტობა დაკარგული, აი დედის გვარზეა, დედა თეთრი ყავდა, მამა ინდიელების ამბავი იქ რეზერვაციაში ვიცით ხო ამერიკაში. ყველანაირად სიმბოლოა და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა კენკიზიმ, ხო? მაგრამ კითხვა დამავიწყდა რა იყო. ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეს, ხო. ქრისტეს რო დაუკვირდით დღევანდელი გადასახედიდან, მან შესთავაზა კაცობრიობას და არ აღიქმებოდა ხო თავისი ის სათევზაო წასვლაზე არის იმაზე მინდოდა ერთი მომენტი აი ამ სათევზაო წასვლაზე არ ვიცი ეს LSD-მ მოაგონა თუ იცოდა კენკიზიმ ამის შესახებ რენესანსის პერიოდის მხატვრობაში არის რამდენიმე ნახატი შეშლილთა ნავი შეშლილთა ბოსხის ნახატი არის ერთი და ფუკოც განიხილავს ამ ნახატს რომ ნავზე შეშლილები ფუკო მაგით არიწებს რომ ეს მასე გაყავდა და ზღვაში მე მგონი რომ იცოდა ამას გაყავს ეს უნივერსიტეტში ნასწავლი კაცი იყო და იცოდა მე მგონია რომ იცოდა თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ტვინი როგორ მუშაობს ლიტერატურული ინტერპრეტაციები მოდის ჩვენი პრიზმიდან თუ არ გაქვს მაგალითად მობი დიკი წაკითხული იქ შეიძლება ეს რაღაც ტრუსზე ვეშაპი შენთვის არაფერი არ იყოს მაგრამ თუ ვთქვა წაკითხული პირიქით ის დაამატო რაც იმას არ უგულისხმია მწერალს და ეს უკვე აღარ არის მწერლის საქმე ჩვენ როგორ აღვიქვამთ მაგრამ აქ ძალიან აშკარა მინიშნებებია თავის თევზაობით თავისი განვლილი გზით აი ამ ეკლოვანი გვირგვინით და ცოტა კონტექსტისთვის არაადეკვატური ინიციატივებით ხო და რაც თავარია საკულტო გმირი გახდა მე არავის რო არ დაავიწყდება ისეთი. წიგნში ეს ინდიელია პრინციპში, მაგრამ ფილმში აშკარად ჩანს რომ მაგრამ წიგნშიც და ფილმშიც მისი გზა ეს არის გზა რომელიც ქრონიკულ ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას უკვე ფარისევლობაში გადაშვებულს უკვე რო იცი რომ ისიც იტყვება შენს ერთმანეთს უცვლიან რაღაც კონფორმისტულ ბენეფიტებს აი იქ შემოდის ადამიანი რომელიც იწყებს ჯანყს და ქრისტე იყო ეს ხო ეხლა ვიღაცები გაუაზრებლად რომ ისდევენ ასე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს რომელიც აი პირველი გადაწყვეტს შუშის განგრევას ხო და მაგრამ მაინც ესეც შეიძლება წაიკითხო რომ აი ფიზიკურმა ძალამაც გაიმარჯვა რა ეხა მაგ ეტაპზე ვართ რომ რაღაც რო გაანგრიო მარტო ცოდნა აღარ გჭირდება როგორც ფუკო ამბობდა ვერ იქნება ძალაუფლების წყარო უკვე რაღაცა ის ძალაც დაბრუნდა ფიზიკური ძალა რამდენიმე წუთი დავრჩა აი ზუსტად რამდენიმე წუთი დავრჩა და საბჭოთა ფსიქიატრიაზე იმიტომ რომ პატარა მოკვლევა გავაკეთე როდესაც ფიქრობდი ამ წიგნზე
და რა ხდებოდა საბჭოთა ფსიქიატრიაში, ამ საბჭოთა პოლიტიკურ სადამსჯელო ფსიქიატრიაში და როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ამ ტექსტს, ამაზე მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა. ქრონოლოგიურად 20-იანი, 30-იანი წლების საბჭოთა ფსიქიატრიაში არ არსებობდა მსგავსი მეთოდები, როგორიც არის ლობოტომია, როგორიც არის შოკური თერაპია და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 20-იან წლებში, მათ შორის ქართველი ფსიქიატრებიც, დაუშვათ ავლი ზურაბაშვილი, საუბრობს რაღაც ევროპულ დასავლურ გამოცდილებაზე ფსიქიატრიაში, ეს როგორ უნდა შემოვიტანოთ, რომ რაღაცა საწოლფონდის რაოდენობა ცოტაა და უნდა გავზარდოთ და ეს შედარებით პროგრესული მიდგომები არსებობდა, როდესაც დავფიქრდი, რატომ არ იყენებდნენ 20-იან ან 30-იან წლებში ფსიქიატრია სადამსჯელო მიზნებით, ძალიან მარტივი პასუხი ვიპოვა, იმიტომ რომ ტყვია იყო საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად პოლიტიკური. ხო, ანუ არ ჭირდებოდა დამატებითი რესურსი. 20-30-იან წლებში პირიქით გადარჩენის საშუალებად მოიაზრებოდა თავის მოგიჟიანება. ამას აკეთებდა ძალიან ცნობილი პიანისტი იუთინა მაგალითად და ჩვენი პოეტებიც ახლა ესე ვთქვათ ამ ამბავში ვარ გადავიჭერთ, ცოტა გამოსავალი იყო, რომ მე არ რაღაც არაადეკვატური ვარ და ვერ ვიგებ და მე უკვე როცა ფსიქიატრიაც გახდა ტერორის ნაწილი, უკვე და შემდგომ უკვე როდის შემოდის ფსიქიატრია ამ პენალური იმის სადამსჯელო ფსიქიატრია როდის ხდება პოლიტიკური ინსტრუმენტი საბჭოთა კავშირში, პოლიტიკური დასჯის ინსტრუმენტი, პირდაპირ გამოჩნდა 60-იანი წლებიდან, სტალინისფერი ცოტა არის, მაგრამ აი ხრუშოვი გამოდის, რომელიც რეჩედის არ იყოს თვითონვე სამკურნალო არის და ავლი ზურაბაშვილი მისი ექიმი იყო და ჩადიოდა ხომ მასთან და მკურნალობდა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხრუშოვი გამოდის და ესეთ რამეს ამბობს, რომ ჩვენმა სოციალიზმმა იმ დონეს მიაღწია, რომ აქ ახლა ვიღაც რომ გამოვიდეს და რაღაცა რომ აწუხებდეს, რომ თქვას, რაღაცა პროტესტი რომ გამოხატოს, ის გიჟია, ის ნორმალური არ არის და ამან მისცა პირველი ბიძგი იმას, რომ დისიდენტები, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები თუ საბჭოთა რეჟიმის ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, ყველანი ამ ფსიხუშკებში გადაანაწილეს და მაშინ ჩნდება ეს დიაგნოზი, რაღაც დუნე შიზოფრენიის დიაგნოზი, რაც ძალიან ბევრ დისიდენტს დაუსვეს, მათ შორის კი, რაღაც იკუშა შიზოფრენიას იყოს ყველას დიაგნოზი. მათ შორის მერაბ კოსტავასაც და მათ შორის ბუკოვსკისაც, რომელიც იყო ერთ-ერთი გამორჩეული მსხვერპლი საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის, პოლიტიკური სადამსჯელო ფსიქიატრიის და ბუკოვსკის გამოცდილება ძალიან გავს მაკმერფის გამოცდილებას, უბრალოდ ბუკოვსკი გადარჩა და ახლა მართალია იქ ლობოტომია არ კეთდებოდა ქირურგიულად, მაგრამ თურმე ლობოტომია კეთდებოდა ქიმიურად და ამაზე არის რაღაც საერთი ნივთიერება, თურმე სულფოზინი, რომელსაც უკეთებდნენ ამ ადამიანებს, 4 ინექციას უკეთებდნენ, ტემპერატურა იწევდა 41 გრადუსამდე და ერთი კვირის განმავლობაში აი ამ ცხელებით ცდილობდნენ ტვინის უჯრედების განადგურებას და შემდგომ უკვე როდესაც საფრთხე დადგა, რომ გარიცხავდნენ საბჭოთა კავშირს საერთაშორისო ასოციაციიდან ფსიქიატრიის, როგორღაც მიჩხმალეს და ჩაანაცვლეს ეს მკურნალობის ეს მეთოდი, ისევე როგორც სველზე წარში გახვევა, რომელიც უჭერდა რომ შრებოდა ადამიანს და საშინელ ტკივილს აყენებდა და ეს ინფორმაცია პირველმა ბუკოვსკიმ გაიტანა, როგორც ამბობენ, საერთაშორისო ემაზე რაღაცა 150 გვერდიანი ჩანაწერები მოახერხა, რომ გაეტანა საბჭოთა ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან. სერბსკის ინსტიტუტი ყოფილა მაშინ თურმე ესეთი დიდი, სადაც თავს უყრიდნენ პოლიტიკურ პატიმრებს. და თუ დავაკვირდები დღესაც მაგალითად ქართულ ფსიქიატრიულებს, სახელმწიფო ფსიქიატრიულებს გულისხმობ რა სიტუაცია და რა მდგომარეობა ნახავთ, რომ იქ შეიძლება უბრალოდ მართლა სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეგექმნეს ადამიანს, სულ რომ ჩახვიდე ერთი კვირა რომ რაღაც გადაიღო ან იმუშაო და როგორც კენკიზი მუშაობდა და თავადაც ფიქრობ, რომ აი ეს რაღაც გავლენის ქვეშ იყო, მაინც როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების ისე იქ ნანახი შთაბეჭდილების, შეუძლებელია ადამიანი მშვიდი და მობილიზებული დარჩე. აი ამ პირობებში თუ ესე
ნებისმიერი ადამიანის გაგიჟება შეიძლება და ზუსტად აი ამ მდგომარეობაშიც ტერორი ფსიქოლოგიური ზუსტად ეს არის რომ ადამიანი მართლა პატარა პრობლემით ან სრულიად უპრობლემო გახადო მე ქრონიკული პაციენტი რა აი ეს არის რაც ყველაზე ის არ შემიძლია ეს ერთი ეს არ თქვა აი ბოლო ინიციატივა საკანონმდებლო ახლა რასაც აპირებს რეჟიმი ჩვენ შემთხვევაში ეს არის რომ ვინც არ აღიარებს მათ ლეგიტიმურობას მათ მიმართ დაიწყოს დევნა და ეს ძალიან გავს ამ იმას ახლა ეს სამართლებრივი დევნა და ჯერ ფსიქიატრის კომპეტენცია არ გამختარა, მაგრამ სრულიად მოსალოდნელია სისტემა ერთ დღეს მივიდეს იმ დასკვნამდე რომ ვინც ვერ ხედავს გიჟია. და როგორც ბელორუსელ აქტივისტს უსმინე გუშინ მაგალითად ინტერვიუ ქონდა და ამბობდა რომ ლაიქის და ამანათის შეგზავნისთვის ბელორუსში არის უკვე ანუ აი პოლიტიკურ პატიმარს რო გაუგზავნო ვაშლი ეს არის შენი სისხლის სამართლის თვის დევნის საფუძველი ლაიქი Facebook-ზე და ვამბობთ სულ ხო რომ აქეთკენ მიდის გზას ვაჩვენებთ საით წავა იმიტომ რომ ეს იმიტომ კი რომ ჩვენ ხედავთ ნისლი ჩვენც გვაქვს წინ როგორც ბრომდენს მაგრამ წარსული გამოცდილება ვიცით ფილმების ტექსტების წიგნების და ფუკოს ტექსტის სახით ამიტომ ჩვენ რატო მიგვაჩნია მნიშვნელოვნად მე და ბადრის ამ თემაზე საუბარი ბოლოსკენ რო წავიდეთ ვიტყვი და შენც თქვი რა არის გზავნილი დღეს ჩვენი ქართველი მკითხველისადმი რომ პირიქით ჩვენი მისია და მათ შორის ლიტერატურა რა არის ლიტერატურა არის სხვა ადამიანის გამოცდილების გაზიარება ნახვა და ემპათიის გაჩენა სხვისი მდგომარეობებისა და გამოცდილების და თავგადასავლის და პრობლემების მიმართ ხო ეს არის ჩვენთვის ამოცანა არის რომ ნორმები პირიქით გაფართოვდეს რაც შეიძლება ნაკლები ძალიან გაუჭირდეს ადამიანს რომც უნდოდეს რომ იყოს არაადეკვატური აი ეს გვინდა ჩვენ რომ რაც შეიძლება მეტი რა აკრძალვა მოიხსნას და იყოს კი სხვისთვის დამაზიანებელი მოქმედება მართლა არის ფსიქიატრიაში ახლა ისე არ მინდა გამომივიდეს რომ არის შიზოფრენია და სხვა დაავადებები რომლებიც საჭიროებს როგორც სტაციონარულ ისე სპეციალურ ხანდახან იზოლირებულ მკურნალობასაც მაგრამ ამასაც ადამიანურ პირობებში უნდა იღებდეს ადამიანი და არა როგორც მოკვეთილი და კეთროვანი ეგრეთ წოდებული. მასაც შეიძლება ღირსეული პირობები შეუქმნა. მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ მარტო ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემების კი არა, უბრალოდ ადამიანი ავადროა რაიმე ქრონიკული დაავადება, რომ პოლიკლინიკაშიც კი ისე ექცევიან, რომ ერთი კაი Google-ის ბუდე კიდე იქაც დაიწერება და ეს არის როცა სახელმწიფო არ არის კარგი, არ არის მიმართული ადამიანზე და მიმართულია სისტემაზე. ეს მინდოდა მე მეთქვა. ისეთი რა ქვია იმედის მომცემი დასასრული გავუკეთოთ მაშინ ჩვენს პოდკასტს რომ მე მგონია რომ ვინც არ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი და ვინც არ უნდა ნახოს ეს ფილმი ემპათია გაუჩნდება არა რეჩედის მიმართ რომელსაც ცდილობს ბოლოს რომ დაახრჩოს ჩვენი მთავარი მაკმერფი პერსონაჟი არამედ მაკმერფის მიმართ ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანებში ბუნებრივად არის ემპათია თეორიული, ოღონდ პრაქტიკაში მე რეჩედი უფრო იქნებით არ გაძლევ უფლებას რომ ოპტიმია. არა ხო, ჩემი ოპტიმისტური სათქმელი ეს არის რომ მე მგონია რომ ადამიანების უმეტესობას მთელ მსოფლიოში მაკმერფის მიმართ უფრო მეტი ემპათია აქვს ვიდრე რეჩედის მიმართ და სანამ ეს ემპათია იარსებებს იქამდე ბროდენი მოახერხებს რომ გააღწიოს აი ამ სისტემიდან და გადაფრინდეს Google-ის ბუდეზე. რა თქმა უნდა და ასევე ზუსტად ვიცით რომ კაცობრიობის ყველა საყვარელი პერსონაჟი რეალურიც, არარეალურიც როკსტარი იქნება თუ სულიერი მოძღვარი იყო ეგრეთ წოდებული გიჟი. ასე რომ თავარია ჩვენ ვიცოდეთ რომ პრაქტიკაში როცა იმ ცდუნების წინაშე დავდგებით რომ ხელში პატარა ძალაუფლებუკა ან დიდი ძალაუფლება გვაქვს არ გავხდეთ რეჩედები და შევინარჩუნოთ ჩვენში მაკმერფი.
ამით გემშვიდობებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს ღვთისწყალს, ჩვენ სპონსორს საქართველოს უნივერსიტეტს. დაგვიწერეთ კომენტარები თქვენი გამოცდილების, თქვენი კითხვის და ზოგადად ცხოვრებისეულის, გაგვიზიარეთ თქვენი აზრებით, რა წიგნს ისურვებდით და ძალიან დიდი მადლობა ბადრის, რომ შესანიშნავად ვისაუბრეთ წიგნზე. მომავალ წიგნამდე.